ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად. ჩვენთან რომ ეძახიან ახალი ხმაო, ეგეთი არსებობს ყველა ქვეყანაში. სოფლიოში ეძახიან voice. სოფლიოში ეძახიან voice. რუსეთის და SNG-ს, ანუ ასე ვთქვათ, სლავურ ენაზე მოსაუბრე ქვეყნებში ეძახიან голос. ანუ ხმა ეთყობა. ანუ ახალი ხმა. ხო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს საბოლოო ჯამში voice ყველასთვის ცნობილი, უკვე საქართველოში უკრაინა ყველასთვის ცნობილი ქვეყანაა. ქართული ხმა, ახალი ხმა და უკრაინაშიც ახლა არ ვიცი უკრაინულად არ ვიცი როგორ იქნება უკრაინული. ალბათ голос. მე ასე ვფიქრობ, რომ იქაც голос იქნება. Может, новый голос. არა, новый голос არ მგონია. მე რამდენთაც ვიცი, რუსეთში голос არის, ასევე მე მგონი ბელარუსიაშიც голос არის და ნუ რა მნიშვნელობა აქვს новый, старый, მთავარია ადამიანი ვინც იყო ქართველი, არის ახალგაზრდა ბიჭი. ჯეოსტარის გამარჯვებული ეს ადამიანი და ფაქტია რომ ამ მოდი ეს ნელა-ნელა ავიდეთ რა რაღაცნაირად კიბე-კიბე. მან სცადა და მიიღო მონაწილეობა voice-ში, უკრაინულ voice-ში. ის გავიდა რამდენიმე ეტაპს, ანუ პირველ რიგში მოტრიალდნენ ბრმა კასტინგზე, მე არის 4-ვე მოტრიალდა, მართლა? მერე არის რინგი, სადაც ეჯიბრებიან და მანდაც გავიდა. მერე შემდეგი რაღაცა ტური არის ნოკაუტი, რამდენადაც მე ვიცი ეს რაღაცა იქაური ტური არის და ანუ ფაქტობრივად 4 გადავიდა ფინალში, ხო? ხო, ფაქტობრივად ანუ წესების მიხედვით თუ იმჯერებთ ამ ჩამონათვალით რომელიც ჩვენ გააკეთე, აქედან გამომდინარე ის ფინალთან ახლოს არის უკვე. მოდი დაურეკოთ ოთოს თავად გავესაუბროთ ვის გუნდშია, როგორ არის, რატომ მაინდა-მაინც უკრაინული ახალი ოთო ნემსაძეს, რომელმაც მიიღო უკრაინის ახალ ხმაში, ანუ voice-ში მონაწილეობა, გაიარა შესარჩევი ტური, შემდეგ 4-ვე ჟიურის წევრი ბრმა კასტინგზე მოუტრიალდა მას და აღფრთოვანებით აშუქრავდნენ, იმ დონეზე კარგად შეასრულა, მაგრამ მე მაგ მოსმენილი და ვუყურე ამას, ამ ყველაფერს და შემდგომი უკვე სულები არის ის, რომ ის გადავიდა რინგში და რინგის შემდეგ ისიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოკაუტი არის ესეთი შემდეგი ტური, რაღაცა განსხვავებული სახელებია, გასაგებია, რომ ბოქსთან არ გვაქვს, ანუ ასოციაცია გვიჩნდება ბოქსთან, მაგრამ ბოქსი არ არის, ეს არის მუსიკალური კონკურსი და გადავიდა ნოკაუტში, ანუ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ფინალისკენ მიდის უკვე ეს ადამიანი, ეს უკვე ძალიან დიდი წარმატება არის ჩვენთვის, ყველასთვის, იმიტომ რომ ის არის ქართველი და ჩვენ ვართ ქართველები და საერთოდ ოთოს და ძალიან ყოველთვის ძალიან გვიხარია ყველას წარმატება. მithumetes ახლა ოთო ნემსაძე ჩვენს დავაფასეთ ქართველებმა, ფაქტია რომ ის იღებ ეგ ხო გამარჯვებულია ჯეოსტარი. კი, ჯეოსტარის გამარჯვებულია. მანდამდე დავაფასეთ ჩვენ. მე არ ვაფასებ ხოლმე, ჩვენ მეორე დღეს აღარ ვაფასებ. მოიცადე? ალო? დიახ, ისმენთ. ოთო გამარჯობა. რადიო აფხაზეთის ხვიდან გირეკავთ, გადაცემა ცოტა ყავა და ბევრი ჭორი, გიორგი ნაზღაიძე და ნუკი კოშკელიშვილი. როგორ ხარ? მოგესალმებით, კარგად, თქვენ როგორ ხართ? კარგად, ჩვენც კარგად და ოთო. შენზე კარგად ვერ ვიქნებით, ესე იგი. ჩვენ კარგად ვართ, იმიტომ რომ მისი წარმატება, ჩვენი წარმატება და ჩვენც კარგად ვართ. აბა დაიწყე ხა, როგორ გადაწყვიტე, როგორ მიიღე მონაწილეობა, რანაირად რა ხდება, როგორ ახლა დისკს შეხარ. გიორგი მიწის გადაცემაში ვიყავი. ხო, ერთად ვიყავით. ერთად ვიყავით, იქიდან ერთ დღეში გავფრინდი კიევში, მქონდა რინგი. რინგი თუ ჯერ იყო? თუ ისე მარტივად გავძლია რინგი. ბრმა კასტინგიდან დავიწყოთ, 4-ვე მოტრიალდა? ბრმა კასტინგი დავიწყოთ კარგი. ჩავედი შემთხვევით კიევში, მოვხვდი შემთხვევით კასტინგზე. შემთხვევით მოვუბრუნებოდ ქრწრელი. რა იმღერეოთო? მე ვიმღერე ნინა სიმონის ძალიან ცნობილი სიმღერა Feeling-ო, თუმცა მაიკლ ბუბლეს ვერსია, გადაკეთებული ოთო ნემსაძის ვერსია. ძალიან კარგი შესრულება იყო და ოთო რა მაინტერესებს, 4-ვე ჟიურის წევრი შემოტრიალდა, ხო, როგორც მახსოვს მე. 4-ვე ჟიურის. ვისთან ხარ შენ? მე ვარ სვიატოსლავ ვაკარჩუკთან, ეს არის აკიანელზის ძალიან ცნობილი ჯგუფის სოლისტი. და რა იცი რა მაინტერესებს ემოციები, შემდგომი ემოციები ჟიურის წევრების არ გეუბნებოდნენ ჩემ გუნდში რატო არ წამოხვედი ან რატომ წახვედი კი, ანუ შემდეგ უკვე რინგზე და შაათის შემდეგ გქონდათ უკვე კამათი და იქნება ეს ჩანაწერები მალე რინგზე და სუპერ რინგზეც რომ მე შემოგიტრიალდი შენ და არ წამოხვედი და ნუ შეიძლება კარგი ქედი, მაგრამ შეიძლება აქ უკეთესი ყოფილიყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მომისმინე, აი მაინც მოდი რინგზე ვისაუბროთ, ვინ იყო შენი მეტოქე? ჩემი მეტოქე იყო პირველ რინგზე უკრაინელი გოგონა, რომელიც დაამარცხა. სიმღერას არ ვიტყვი. დაამარცხა. არა, თქვი სიმღერა გთხოვ. სიმღერის თქმის უფლება არ მაქვს. ნუ კარგი ხა საქართველოა და უკრაინაში საქართველოს მაშინ კარგი ვიტყვი, მაიკლ ჯექსონის ბედ, ნუ ეს სიმღერა ჩემთან არაფერს შუაში იყო, მაგრამ არც მგოგოსთან არაფერს შუაში იყო. გადავაკეთეთ, სხვა ვერსია გავაკეთეთ და ნუ შევეცადე რომ ესე იგი გოგონას მოერიე, ხო? მამაკაცი გოგონა
გოგონას მოვერია. ასე გაიზარდე ხო საქართველოში გოგოებს ერევი? ნუ უკრაინულ გოგოებს და მოვერიო. და შემდგომ იცი რა მაინტერესებს რინგი იყო ერთი ხო? არა იცი რა მაინტერესებს როდესაც გაიმარჯვა რა უთხრეს რატომ გამჯობინეს შენს მეტოქეს რა კრიტერიუმებით შეიძლება? არ ვიცი ალბათ პირველ რიგში უფრო მეტი ენერგეტიკა მოდიოდა ჩემგან იმიტომ რომ ჯექსონს და მსგავს არანჟირებას უფრო მეტი მოხდი ჭირდება რა ჩემს მოგავაკეთე და კარგი გულის ბიჭი ხარ. ვაჯობე შემდეგი ტური იყო უკვე ორ დღეშივე იყო სუპერ რინგი ქვია იქ ერთ-ერთი უსერიოზულესი მეტოქე მყავდა მართლაც თურქი ბიჭი რომელიც hard rock-შია ძალიან ჩაფლული და ისეთი ძალიან ძლიერი ხმის ტემბრი აქვს და ასე შემდეგ და ისიც დაამართ კიდევ კარგი ძველი დრო არ არის თორე თურქეთი ისევ შემოგვიტებდა ისევ დაიწყებოდა ომი და იცი რა მაინტერესებს ესე იგი რინგი ჩაიარე შენ ძალიან კარგად ჩაიარე ორივე ჩაიარე და ხარი ნოკაუტი ხო ესეთი ტური არა ამ სუპერ რინგი ქვია ნოკაუტი ხანო ეხლა იწყება ლაივ ტურები და იცი რა მაინტერესებს ჯგუფში დავრჩით 4 კაცი აი ეგ მაინტერესებს ფინალური ეტაპია ანუ ჩემი მეტოქე ხარ არის 3 ადამიანი ერთი უკრაინელი ჩემთან ერთად არის კიდევ ქართველი ბიჭი ქართველი ვინ ქვია მიშა გოგვარი დამავიწყდა სამწუხაროდ შენთან ერთად არის გუნდში კი ჩემთან ერთად არის გუნდში ართ ორი ქართველი კამერუნელი ბიჭი და უკრაინელი გოგო და ოტო თუ გაქვს იმედი რომ უკრაინა ქართლს გაამარჯვებინებს აი გულწრფელად გითხარი იმიტომ პირველ რიგში ჩემი თავისი მეტი მოქვს იმიტომ რომ მაქსიმუმს გავაკეთებ მე ვთქვი ბევრჯერ და ყველაფერს გავაკეთებ რომ საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ ძალიან ისე კაფეოთ ჩანდეს სხვა ქვეყანაში იცი რა არის მაგაში მე ეჭვი არ მეპარება რომ შენ საუკეთესო იქნები იქიდან მართლა გულწრფელად გეუბნები მაგრამ შენ როგორ ფიქრობ აი არის თუ არა შანსები მაინც ახლა არის შანსი იმიტომ რომ სრულიად ნახევარი კიევი გულშემატკივრობს სრულიად უკრაინის სოციალურ ქსელებში სრულიად უკრაინის ინტერნეტ საიტები ბლოგები და ასე შემდეგ ჩემი ფოტოთი აჭრელებული რეიტინგები როგორი არის გაეისწავლონ მუხტიანი სიმღერა ამ უკრაინელებმა და ასე შემდეგ მე ძალიან ყველაფერი მიხარია მაგრამ ყველაზე დიდი მუხტი მოდის საქართველოსთან ოტო რა მაინტერესებს იცი ინტერნეტ ძალიან მიყვარხართ ყველა ოტო ინტერნეტ სივრცეში არის მაინც ახლა მან უკრაინაში ვიძახი ამ შემთხვევაში არის ახლა რეიტინგები ხო აი მონაწილეებზე და აი კონკურენციაში როგორ არის ვინ გიწევს კონკურენციას თუ აი ჩემი ჯგუფში ანუ სხვა ჯგუფების წევრებს ჯერ არ ვიცნობ ეს ახლა ჩემი ჯგუფის წევრები და ყველაზე რეიტინგული ჯერჯერობით მე ვარ და შემდგომ ის მეორე ქართველი ბიჭი რა შვება მეორე ქართველი ბიჭი ძალიან კარგი ბიჭია ესეთი რაღაც ოტოსნაირი რო იყოს ჯეოსტარში მაინც მოიგებდა რა გჭირს შეიძლება ნუ იმპერიოდში არის ქართველი ბიჭი აღონ იქ ცხოვრობს უკვე 8 წელია ანუ საქართველოს არ იცნობს და იცი რა მაინტერესებს ოტო მოდი ნოკაუტზე ვისაუბროთ მოიცა ნოკაუტამდე ერთი რაღაც ესეთი რაღაცნაირი კითხვა მაქვს ოტო ბრმა კასტინგზე შენ გულშემატკივრობდა გოგონა ირინა აინტერესებს სრულიად საქართველოს ხო და რა ვინ არის როგორ არის მეგობარია შეყოლებული თქვის სიმართლე არა მარტო ჩემი ანუ ეს გოგონა იქ ძალიან ახლოა ქართულ ასოციაციასთან საერთოსთან ქართულ დღეებს ატყობს იქ აქ ატყობს უკრაინულ დღეებს და ნუ დავმეგობრდით არა მარტო სრულიად მომღერლები საქართველოს და ვინც უკრაინაში ჩადის ძალიან ბევრ მომღერალს იცნობს და ნუ ეგ გოგონა გამომყვა ეს არის მხოლოდ მეგობრობა თუ შესაძლებელია მომავალში ცოტათი რაღაცა გრძნობაშიც გადაიღოთ არა მაგ შანსი იმიტომ რომ იცი რატო როდესაც ჩვენ უყურებდით ამ კადრებს ამ გოგოს თვალებიდან არ მოდიოდა მხოლოდ მეგობრული რაღაცა ნაპერწ გავს რო ეძახა ჩემი თვალებიდან რამე მოდიოდა შენი თვალებიდან მოდიოდა ის რომ ნეტავი მალე შემოტრიალდნენ ყოველთვის მოდის რაღაცა ისე არა დავიჯერე გიორგი მაგას არ ჩავიცეთ. და ნუ პირად ცხოვრებაში მაშინ გითხარი რა ხდება? პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, ძალიან ბედნიერად გძნობ თავს, სპეციალურად არ ვლაპარაკობ ჩემ პირად ცხოვრებაზე, იმიტომ რომ მარტო ხარ თუ არა? არ ვლაპარაკობ ჩემ პირად ცხოვრებაზე, გიორგი, რა მოგივიწყდა? ანუ მარტო არ ხარ ესე იგი. მარტო არასდროს არ ვარ. აი შეხედე როგორი რაღაცნაირი პასუხი იყო. კარგი, მაშინ ესეთი კითხვა მაქვს, როგორც ჩვენ გავიგეთ, როგორც გვაწვდიან ჩვენი მსმენელები, იურმალას კონკურსში აპირებდი წასვლას ნინი უბრალოდ ციკლაურთან ერთად და რაღაცა ვერ გამოვიდაო და ვერ გახვედით როგორ არის ეს. ხო, ნუ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა და ვერ გავედი. ანუ ეს მართალია, ანუ ეს ჭორი არ არის? მართალია ის რომ შემედან ინტეგრალური ვერ მიდიორთ იუმორად. ანუ არ გაგიმართლოთ რა გაგებით, იმ გაგებით რომ მაგალითად თქვენი ნამღერი დაიწუნეს თუ? არა, ჩვენი ნამღერი არა, 4 სხვა გეგმები ქონდა.
იმ 30 ადამიანის ნამღერი არავის არ დაუწუნებია, ვინც იყვნენ მართლა ძალიან ძლიერი კონკურსანტები იყვნენ, უბრალოდ ალბათ დღის წელს ესეთი ფორმატი ჭირდება იორმალაზე. აჰა, მაგრამ გასაგებია. ნუ მე მგონი არანაკლებს საინტერესო არჩევანი გააკეთა უთომ და დარწმუნებული ვარ რომ აუთ რომ მოიგო. მობილიზებული ვიქნები თავიდან ბოლომდე უკრაინულ ვოისზე და გადაურეკე და უკვე უთხარი რომ ორმაგად გეშინოდეთ გრუზინის თქო. და ოთო მოდი გადავიდეთ ახლა ნოკაუტზე, გავირე ნოკაუტი რინგი რაღაცა ბოქსი მოდი. არა, მოიცადე, აგერ არ წერს მე ხალხი რომ მაინცო გვაინტერესებს ჩვენო გვინდოდაო რომ გვენახაო ოთო იურმალაზეო და როგორ ფიქრობს ეგნებ არაობიექტურად ჩატარდა კონკურსიო? არა, არ ფიქრობ რომ არაობიექტურად ჩატარდა. არა, მისი აზრით არაობიექტურათო. ჩემი აზრით არაობიექტურად არ ჩატარებულა, მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ნუ ყველამ გააკეთა ის რაც მე ძალიან ბევრი ბავშვი ვირახე იქ, ვინც ამომეწონა. მათ შორის ისინი ვინც მიდიან იურმალაზე, ასე რომ აქ არანაირი პრობლემა არ არის ჩემს. შეიძლება ვიღაცას რამ პრეტენზია ქონდეს და ნუ თქვას. მე არანაირი პრეტენზია. ანუ შენ არავისთან არ გაქვს არანაირი პრეტენზია. არა. ოთო, შენ კოჭებში გეტყობოდა რომ არა მარტო უკრაინულ ვოისში გაიმარჯვებ, არამედ კიდევ უფრო შორს წახვალ და მე ძალიან გთხოვ მოგესალმე ხოლმე. არა, მე ვიცი რომ ოთო ეგეთი ადამიანი არ არის, მაგრამ მე ვარ ეგეთი ადამიანი. მე რო გავიმარჯვე ხა უკრაინულ ვოისში. შენ დილამაზის კონკურსები უნდა მოიგო. ანუ შენ უკი მე არ მომესალმები. რა თქმა უნდა, გადაობ შენ. აი, ძალიან კარგია რომ ეს თქვი შენ, იმიტომ რომ მე ეხლა მალე აღარ მოგესალმები შენ მაშინ. ოთო, უღმესი მადლობა რომ ჩაგვერთე, წარმატებებს გისურვებ და ყოველი სიახლე რაც იქნება აუცილებლად დაგირეკავ ჩვენი რადიოდან და პირდაპირ პირველები ვიქნებით ჩვენ ამ ყველაფრის. კარგი, გემშვიდობებით ბედნიერად. ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად.